კრიმინალური გაერთიანების ლიდერობისა და გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით წითელი ცირკულარით ძებნილი ეგრეთ წოდებული კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე იგივე ლავასოღლი იტალიაში დააკავეს. იტალიის პოლიციის მობილურმა რაზმმა ის ჩამპინოს აეროპორტთან აიყვანა, როდესაც ტერიტორიას გერმანული სანომრე ნიშნების მქონე ავტომანქანით ტოვებდა. მინდია გორაძე 2003 წლიდან არის მიმალვაში. შაბათის ფორმულა ჯერ ისევ 2020 წელს გიყვებოდათ, რომ მინდია გორაძე ბათუმში იმყოფებოდა, ოცნებას არჩევნებში რომ დახმარებოდა. კრიმინალური შემთხვევები გასული კვირიდან ურთიერთშელაპარაკების დროს ცეცხლსასროლი იარაღით ბათუმში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. შემთხვევა ხელვაჩაურში მოხდა, მძიმედ დაჭრილი კაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ბრალდებული 41 წლის მამაკაცია, მომხდარიდან ის მალევე დააკავეს. შუახნის კაცს ხელუზე დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა ახალგაზრდა კაცმა საბურთალოზე. თავდასხმა ორთაჭალის ქუჩაზე მოხდა, ბრალდებულმა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა შეძლო. ამ მონაცემებით ის უკვე დაკავებულია. მიმდინარე კვირას არჩეულია პოლიტიკური დაპატიმრებების გარეშეც. ბათუმში აქტივისტი ლუკა ნაცვლიშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, რაც ცვილმა ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. რა დაუმორჩილებლობა გამოავლინა ლუკამ პოლიციის მიმართ, არავინ იცის. ნახოთ ფრაგმენტი მის დაკავებიდან. რატო გადაკავთ? რატო გადაკავთ? რატო აკავებ შენ? რატო ეჭიდავები? დაჯექი ნორმალურად მანქანა. ლუკა ნაცვლიშვილი 12 დღით მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა გაუშვა ციხეში. მისი ამ გადაწყვეტილების შემდეგ კი მოსამართლეს, რომელიც პარალელურად ლექტორიცაა, ლექციის დროს აუდიტორია ცარიელი დახვდა. მის ლექცია სემინარს სტუდენტები იმ დღეს არ დაესწრნენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 დღით ციხეში გაუშვა ქალი აქტივისტები. თათია აფრიმაიშვილი და ლიკა ლორთქიფანიძეც 12 დღით ციხეში. მაგდა მამუკაშვილს კი 4000 ლარიანი ჯარიმა. ქართული ოცნების დეპუტატ მარიამ ლაშხისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო. ლაშხმა 17 მაისს მომხდარი ინციდენტისთვის ჯამში ამ სამ სტუდენტს უჩივლა. ამ დღეს ისინი ერთ-ერთ კაფეში, სადაც ლაშხი თანმხლებ პირებთან და მათ შორის მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა, მასთან მივიდნენ შეძახილებით თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს ზირს რუსეთის მონები, არა რუსეთის მონობას. ასევე კლანურმა სასამართლომ ციხეში გაუშვა პოლიტიკური პატიმრის საბა სხვითარიძის ძმა თორნიკე სხვითარიძეც. მას და ანი ქავთარაძეს, რომელიც გუშინ დააჯარიმეს, სრულ მოწმედ მხილებული პოლიციელის მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებიან. დასანქცირებულმა მოსამართლემ 5000 ლარით დააჯარიმა ჟურნალისტი ნათია გოგსაძე. ის საპროტესტო აქციას აშუქებდა, მაგრამ მითითების შესაბამისად სასამართლომ ჟურნალისტური საქმიანობა გზის გადაკვეთად დააკვალიფიცირა. ოცნების დროშის დაწვის შემდეგ დააკავეს აქტივისტი უჩა ქემაშვილი. მას რუსთაველიდან ვარკეთილამდე ზდიეს და დის სახლთან აიყვანეს. ბრალდებით, რომ ის თითქოს პოლიციას არ ემორჩილებოდა. პროტესტის ნიშნად უჩა ქემაშვილის დაკავების შემდეგ ოცნების პარტიული დროშები ბევრი დაიწვა. ქემაშვილი ამ დროისთვის თავისუფალია. ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე 30 მაისს დაკითხეს დაცვის მოწმე, ქირურგი, იმპლანტოლოგი, ფიზიოლოგიური ტკივილის სპეციალისტი თათია ანდღულაძე. მისი სიტყვებით 20 წლიანი პროფესიული გამოცდილებით მას შეუძლია ტკივილის მართვა, სიმულაციური ტკივილის სახის ანატომიური ტკივილის ამოცნობა. პროცესებზე დაკვირვებით ისაუბრა მან, შეიძლებოდა თუ არა ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს განეცადა ტკივილი მზია ამაღლობელის მიერ ქსილის გაწვნის შემდეგ. რა თქვა სპეციალისტმა, ერთად მოვისმინოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ყოფილიყო იმ წუთას გამომხატველი, ეს არის ტკივილის გამომხატველი გრიმასი, ანუ პაციენტს ხელი უნდა წაეღო მტკივნეულ ადგილას. ბატონი ირაკლი, რას ხედავთ, რომ ზიას აი ამ სილის გაწვნის შემდეგ მას მხოლოდ და მხოლოდ აღინიშნება ერთი რეაქცია, ეს არის თავდაცვა. ვიდრე ქართული ოცნება დგებუაძის ლოყაყურის სიცოცხლესა და ტკივილზე მსჯელობას გვაიძულებს, დღეს გადაცემაში ნახავთ ირაკლი დგებუაძის კაბინეტში, როგორ აიძულებდნენ ახალგაზრდა კაცს ქვეყანა დაეტოვებინა, როგორ მიადო თავზე პისტოლეტი მას სწორედ ირაკლი დგებუაძემ და მოგვიანებით როგორ ააწიოკეს მისი ოჯახი. ამოუსვა ამიარახს ხელიო და პირდაპირ შუბლზე ასე მომადო. დგებუაძემ დაგიხრიტაო, შენ ამოიღო იარაღი, აღებს ასე ამკარებს და შემორბის შიგნით. აი ასე შემორბის შინ და უცებ, აი ამას ასე ხსდის. ბავშვი წერს აგერ.
ვრცელ რეპორტაჟს აჭარის პოლიციელების საგმირო საქმეების შესახებ ნახოთ გადაცემის მეორე ნაწილში, ასევე პირდაპირი ჩართვა ბათუმიდან, მანამდე კი კვირის სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და კრიმინალური ამბების შესახებ.